თალობაზე ზრუნავს, არამედ მოზარდებში პროფესიის არჩევაზეც ახდენს გავლენას. ხობის პირველ საშუალო სკოლაში გადაცემის საკუთარი ვერსიის პრეზენტაცია მოაწყვეს. მალე კი სასკოლო შოუს მონაწილეები საკუთარ გამოცდილებაზე რეალურ ექიმებთან სტუდიაში ისაუბრებენ. საერთოდ მინდა რომ კომპიუტერული ინჟინერი გავიდო. მე იურისტი სამსახიობო კარიერა წამოვიდა. არქიტექტურას გავაკეთე. აი ჩემს მაინც გავიტან და ჟურნალისტი მაინც გამოვა. იმის გამო რომ ექიმის პროფესიას სწავლა ხანგრძლივად ჭირდება, ამასაკის მოსწავლეებს შორის აქამდე არც ისე პოპულარული იყო. ბოლო სატელევიზიო სეზონმა მათი არჩევანი შეცვალა. მე მინდა ვიყო ბავშვთა ექიმი, პედიატრი. ექიმობა მინდა და კათედრა. ეს ხობის ნომერ პირველი საშუალო სკოლაა, რომელიც სულ რაღაც ერთ ღამეში რეგიონის ყველაზე ცნობილ სასწავლებლად იქცა. YouTube-ზე განთავსებული ვიდეო ამ სკოლის მერვე კლასშია გადაღებული. კლასგარეში გაკვეთილად მოსწავლეებმა გადაცემა ექიმები. თემად კი სტრესი აირჩიეს. ამ სახალისო მაგალითებით და სამეცნიერო თეორიების ვიზუალიზაციით რუსთავიორის ექიმები ტელევიზორებთან თინეიჯერებსაც სვამენ. გართობასთან ერთად კი ისინი ეთერიდან სასარგებლო ჯანმრთელ რჩევებს ისმენენ, აღმოჩენებს აკეთებენ და სწავლობენ რა მითია და რა რეალობა. შველის თუ არა დამძრობას მაწონი და ხალხის უმრავლესობას ქონდა რომ იყო რეალობა, მაგრამ ეს აღმოჩნდა მითი. იმიტომ რომ ეს მაწონი არ შველის დამძრობას უბრალოდ ეს აკანს აგრილებს. ეს იყო გლანდებზე და ეს იყო ნაყინი, რომელიც ჩვენ მოგცეს უფლება, რომ ეჭამა მაშინასაც მოგვეწონებოდა და კომპიუტერთან სიხარეს და ზიანებს კმილების ჯანმრთელობას. რომ სტრესი შეიძლება იყოს უარყოფითიც და შეიძლება იყოს დადებითიც. მე მახსოვს იფაყავს აჩერს თუ არა მუწუქს ვარა. მე რაო? მითი ყოფილა მე რეალობა მიგონა. ცხელი წყლის დალევა რომ კაი იყო გაცილების დროს სპეციალისტის ის ცხელი ჩაი, ცხელი ნაყინი, ხო? თუ გავიგეთ რომ ეს ყოდება პირიქით კიდევაც და გაღიზიანებს წელს. ძალიან ნიჭიერი ბავშვები გამოდის, ზოგი მის შეზღუდული შესაძლებლობა მოვიშანი, მაგრამ მათ ზოგს ხატვის ნიჭი აქვს. ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა სასკოლო ქსელის პროექტი წარმოიწყო. თამილ გერგაიამ ბავშვების თხოვნას წინააღმდეგობა არ გაუწია და ექიმები დაიდგა. სასკოლო შოუ ტელეშოუს კოპირება არ ყოფილა, რადგან მერვე კლასელმა მოსწავლეებმა ამ პრეზენტაციაში ბიოლოგიის გაკვეთილებზე იქამდე შეძენილი ცოდნაც გამოიყენეს. ხშირად მესმოდა რომ მე მოვისმინე გადაცემიდან მახსოვს რამდენიმე მკითხვაც კი დამისვა გაკვეთილის შემდეგ აი თუ იცით მასის როგორ არის იქ და მე მივხვდი რომ ეს ბავშვები ამას უყურებენ. მასწავლებლებმა და მშობლებმა იმ შეხედულებებსაც გადახედეს, რომ ტელევიზორი დროის ფლანგაა. ეს არის არაჩვეულებრივი გადაცემა, საიდანაც ადამიანი სწავლობს ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს, მიიღებს ძალიან კარგ რჩევებს და მინდა ვთქვა, რომ ამათი პატარა შოუ, რომელიც სკოლაში დადგეს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმით რომ მოიცავდა ძალიან დიდ ინფორმაციას. ხობის პირველი სკოლის მერვე კლასმა ბიოლოგიაში ნერვული სისტემის თემა უკვე დახურა. არ დადეგებამდე კი ისინი სრულიად ჯანმრთელი მოზარდები ექიმების სტუმრები იქნებიან.